დილამშვიდობისა საქართველო, კლავსიამონებით მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.g, MyVideo.g, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს პარასკევია და ტრადიციულად ამ დროს ბრუნდებით ეთერში კახა გელაშვილთან ერთად და ვსაუბრობთ დილით სპორტზე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, თათო მივესალმები მსმენელს. ესე იგი, ბრძოლას და თავდადებას ყოველთვის რომ აქვს აზრი, კიდევ ერთხელ დავწმუნდით, ეს ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ ორდაბასისთან საშინაო მატჩი დაადასტურა. ეხლა შენგან ველოდებით ინფორმაციას, როგორ შეაფასებ ამ თამაშს და მერე გადავიდეთ უკვე გორში და დილაზეც ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, გაგვახარა როგორც ტორპედომ, ასევე დილამ სამწუხაროდ იშვიათი შემთხვევა, როდესაც ევროარენაზე ქართული კლუბები მატჩის მიმდინარეობისას მარცხდებიან და შემდეგ ხდება მატჩის შემოbrunება და გამარჯვება. ორივე ქართული კლუბი გასვლით შეხვედრას დილა და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტორპედო მატჩის მიმდინარეობისას აგებდა, თუმცა საბოლოოდ გაიმარჯვეს. ტორპედომ 7 გოლიანი ვთქვათ, მხატვრულად ტრილერი მოიგო. ორჯერ აგებდა. იმერული კლუბი ჯერ იგებდა მატჩის დებიუტში გატანილი გოლის ხალობით, შემდეგ მოხდა როგორც ჩანს პირველი გოლით პირველი გატანილი გოლის შემდეგ ესეთი ეიფორიაში იყო როგორც ჩანს გუნდი და უცბად რაღაც 3 წუთიან მონაკვეთში, 4 წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაუშვით. შემდეგ ტაიმის მიწურულს გათანაბრდა ანგარიში, მეორე ტაიმში კვლავ ყაზახური კლუბი დაწინაურდა, თუმცა ბოლოს გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა. აღსანიშნავია, ორივე 4 გოლი 2-2 გაიტანეს ლეგიონერებმა, ქუთაისური კლუბისა, ბიონიოსენმა, ნორვეგიელმა ფორვარდმა, ორჯერ დაალაშქრა ყაზახთა კარი, შემდეგ მატეი შიმიჩი, ხორვატი მცველი, ასევე სწორედ მან გაიტანა მსაჯისმიერ მეოთხე დამატებულ წუთზე. ეს გამარჯვების მომტანი გოლი 4-3, ბრწყინვალე გამარჯვება უნდა ითქვას. და ეხლა საფასუხო შეხვედრაში გადაწყდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ახლოს ხუთშაბათს, როგორც შენ თქვი, ქუთაისის ტორპედო სტუმრად ჩაატარებს შეხვედრას. სულ მცირე ეს ამ ანგარიში შენარჩუნება მართებთ ქუთაისელებს, რათა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვონ მათ ასპარეზობის უფლება, ასე რომ ის ემოცია, რაც გუშინ ქართველმა გულშემატკივარმა მიიღო ტორპედოს თამაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დაუვიწყარია ბოლო წლების ქუთაისის ტორპედოს მიერ ნაჩვენები თამაში. ნამდვილად არ ველოდით, რომ ტორპედო შეძლებდა მატჩის შემოტრიალებას, განსაკუთრებით მატჩის მიწურულისკენ, თუმცა მასირებული შეტევები ბოლო მეოთხე გოლამდე 3 შეიძლება ითქვას 100%-იანი საგოლე ჰქონდა ტორპედოს და თითქოს იყო იმისის, რომ ეს იყო მათი მაქსიმუმი, მაგრამ ბოლოს შიმიჩის უძლიერესი თაური დარტყმა და გამარჯვება საოცარი მატჩი იყო მართლაც. ეს აღნიშნა კიდეც მატჩის შემდეგ ტორპედო ერთა მთავარმა მწვრთნელმა გერმანელმა სპეციალისტმა დირკ შუსტერმა, რომელმაც თქვა, რომ რა თქმა უნდა ის ბედნიერია ამ გამარჯვებით, თუმცა უამრავი სამუშაოა წინ კიდევ, რაც ამ შეხვედრაშიც უშუალოდ გამოჩნდა. უამრავი შეცდომები იყო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოსწორდეს ეს შეცდომები და მომდევნო რაუნდში გავიდეთ ჩვენი გუნდიო. ესეთი კომენტარი გააკეთა, მოკლე კომენტარი შუსტერმა. გორის დილაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კლუბებიდან ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაშია. ეს ნათლად დადასტურდა, როდესაც საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში გორელებმა ჯერ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს თბილისის იბერია 1999 სძლიეს და მერე სათასო ბატალიებში რანგით მეორე ლიგის ბინადარ სპარსაც აჯობეს. ლუქსემბურგის რასინგთან აქაც ვაჩვენეთ. კი, ვაგებდით შესაძლებლობები ჩვენ. კი, ნამდვილად ქართული კლუბი, ისევე როგორც ტორპედო, ასევე გორის დილა, როგორც ჩვენ გუშინდელ გადაცემაში აღვნიშნეთ, საბუკმეიკერო კანტორების, ანუ საევროპული ტოტალიზატორების მიერ ფავორიტად მიიჩნეოდა, ორივეს შედარებით დაბალი კოეფიციენტი ჰქონდა და პრინციპში გამართლა ეს ვარაუდი, ორივე ქართულმა კლუბმა მოიგო.
და როგორც უკვე აღნიშნეთ, ორივე ქართული კლუბი მატჩის მიმდინარეობისას აგებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გამარჯვება მოახერხა. გორიზილა 1-0-1 მარცხდებოდა 52 უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ დებიუტშივე გახსნეს მასპინძლებმა ანგარიში, შემდეგ 8 წუთში გაშვებული გოლიდან სანდრო ანდრონიკაშვილმა გაათანაბრა ანგარიში და მატჩის მიწურულს 79 წუთზე ოთარ ფარულავას პასით 19 წლის განელმა ლეგიონერმა გორის დილასი სირილ ედუძიმ გამარჯვების გოლი მოუტანა. ჩვენს გუნდს აქაც 17 ივლისს საფასუხო შეხვედრა, საფასუხო მატჩი, რომელსაც უკვე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ასე რომ არის, რა თქმა უნდა, იმედი და სავსებით რეალური შანსი იმისა, რომ ორივე ქართული კლუბი გადავიდეს კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე, სპაერი ახსენეს შენ თბილისის სპაერი ქვედა ლიგა, ეროვნული ლიგა ორ შემოთამაში, რომელმაც სენსაცია მოახდინა წინა სეზონში და დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო და ამით მოიპოვა მეორე ლიგის ბინადარმა ევრო ტურნირებზე ასპარეზობის უფლება. სპაერი როგორც ცნობილია პირდაპირ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზეა დაშვებული. და ასევე ვახსენოთ ჩვენი ჩემპიონი იბერია 1999, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის ჩემპიონ მალმეოსთან თბილისში დამარცხდა 1-3. უახლოეს სამშაბათს გასვლითი მატჩია შვედეთში. ვისურვოთ, რა თქმა უნდა, რომ მოახდენს სასწაულს, ასე ვთქვათ. არაფერი არ არის სასწაულის ხდება ზოგადად სასწაულები და თუ თქვათ იბერიამ ორი მატჩი ჯამსი წააგო მალმეოსთან, იბერიაც გადაინაცვლებს ამ ტურნირზე, ანუ კონფერენს ლიგაზე მეორე ეტაპზე, ანუ გორიზილა და ქუთაისის ტორპედო თუ გადალახავენ ამ გუშინდელი მეტოქეების ბარიერს, 4 გუნდი გვეყოლება კონფერენს ლიგაზე. რა თქმა უნდა, ეს რაც გულშემატკივარმა იხილა იგივე ტელეეთერით რაც ხდებოდა ქუთაისში და კიდევ არანაკლები რა მოხდება გორში, სავსე თლაცავსე არ იყო პრინციპში, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო ქუთაისურ შეხვედრას. რამდენად ხშირად ხდება ხოლმე სასწაულები და რისი იმედი შეიძლება რა თქმა უნდა, ძალიან რა განაპირობებს ამ სასწაულს? კონკრეტული თქვა სიტუაცია, რომელსაც ოსტატურად იყენებს კონკრეტული სპორტსმენი, თუ აი თქვათ როგორ ვაფასებთ ხოლმე რა არის ეს სასწაული სპორტში? ახლა აი სასწაული მაგალითად ამ ჩვენ შემთხვევაში არის, რომ შვედურმა მალმეომ ჩვენ ჩემპიონ იბერიას ყველა კომპონენტში აჯობა და 3-1 მოიგო, ფავორიტი იყო და გაამართლა, გაცემული ავანსები, ახლა სახლში თამაშობს საკუთარ მოედანზე და სასწაული იქნება, სასწაულის ტოლფასი ახლა იქნება ის, რომ თქვათ იბერია სტუმრად 3 ბურთის ხოვობით დაამარცხებს. ან თუნდაც 2 ბურთის ხოვობით, შემდეგ უკვე დამატებითი დრო, შემდეგ თქვათ პენალტებამდე თუ მივიდა და აი ამგვარად თუ გაიარა, იმიტომ რომ ობიექტურად მალმე უფრო ძლიერი გუნდია იბერიაზე, თუნდაც თქვათ წლიური ბიუჯეტი რო ავიღოთ, მალმეოს წლიური ბიუჯეტი ეხლა 2024-25 წლებში გახლდათ 48 მილიონ რაღაცა ევრო, 48 მილიონი 600.000 თუ რაღაც, მაშინ როდესაც იბერიას წლიური ბიუჯეტი არის 4 მილიონი სადღაცა, ანუ 10ჯერ უფრო მეტი. თუმცა კახა კონკრეტული გუნდი და სპორტსმენი გარკვეულ წინასწარ შთაბეჭდილებას თავისთავად ქმნის. ეხლა ფსონებს დებს ხალხი და ფულზე თამაშობს და შესაბამისად მას გარკვეული მოლოდინი აქვს, ხო? თქვათ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს. აი აქ როგორ მუშაობს თქვათ იგივე ის გამართლება და ხშირად ყოფილა ხოლმე რომ აი გაგვიგია თითქოს ყველაფერი ისე იყო, უნდა დამთავრებულიყო ნაცნობი წინასწარ ნავარაუდები თქვათ შედეგით და ფინალით და სულაც არ გათამაშდა ესე და მე იწყება ხოლმე შეთქმულებები რომ გაყიდულია თამაში ის იმას გავუგებდა უამრავი შემთხვევა ძალიან ხშირად მართლაც გამოაჩკარავებულა ეს ჩაწყობის თამაშები ჩვენთანაც სამწუხაროდ არაერთის მსაჯების ცნობილი თან დაკავშირებული, საერთოდ დაკავშირებული ინციდენტი გვახსოვს, დაპატიმრებულებიც იყვნენ და მთელ სოფლიოში ხდება, აგერ იტალიაში ყველაზე ცნობილი ბოლო წლების კერძოდებული კალჩოპოლი, მანამდეც იყო კიდე, როდესაც გუნდი იგივე ტურნირის იუმენტუსი გააგდეს უმაღლესი ლიგიდან, სერიადან ქვედა
ლიგაში და ძალიან ბევრი მარტო ფეხბურთელი და თქვა მსაჯი არა, იგივე საფეხბურთო ფუნქციონერი კლუბების პრეზიდენტები იყვნენ, დირექტორები იყვნენ, დაიშაჯენ, ზოგი საერთოდ ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას, იგივე თქვა იქ რაღაც ფულად მაქინაციებს, სხვადასხვა სახის მაქინაციებში იყო მხილებული, იგივე მიშელ პლატინი UEFA-ს პრეზიდენტი, რომელიც ასევე ჩამოშორებულია ფეხბურთს და ძალიან ბევრი ანუ ეს ხდება ესეთი რაღაცები სამწუხაროდ ეს სპორტს მიღმა ვთქვათ ქმედებებია რომელიც დაჟადია რა თქმა უნდა რაც შეეხება აი ამ კონკრეტულ ჩვენს ვთქვათ მალმეოზე ფინანსური მაგრამ გადამწყვეტი რა თქმა უნდა არ არის მით უმეტეს ასეთი დონის ტურნირებზე როგორც ვიცით კონფერენს ლიგა არის რანგით მესამე ტურნირი ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის შემდეგ აქ არ არიან ევროპა ლიგაზე კონფერენს ლიგაზე იმდენად ძლიერი გუნდები რომ თქვა 100%-იანი თქვა რომ ეს ძლიერი აუცილებლად მოიგებს ხო იგივე არის ჩემპიონთა ლიგის გარანტირებული არაფერი არ არის აი ხუთშაბათის საპასუხო თამაშები რას მოიტანს ხუთშაბათის საპასუხო თამაშები ჩვენი გუნდებისთვის თქვა როგორც უკვე ვთქვით ქუთაისის ტორპედოს გასვლითი მატჩი უწევს ორდაბასთან 4-3 მოგებული შეხვედრა და სუმცილე ფრე ვთქვათ ნებისმიერი ფრე 1-1 0-0 3-3 გვაწყობს და ქუთაისის ტორპედო გადავა შემდეგ ეტაპზე თუ ქუთაისმა ვთქვათ ერთი ბურთის ხოვობით წააგო უკვე აღარ მოქმედებს მსოფლიო ფეხბურთში ზოგადად მოედნის მიდროზე გატანილი გოლების ფაქტორი, თქვათ, გუნდი რო 4-3 წააგებდა, სახში 1-0 მოიგებდა, ის გამარჯვებული იყო ორი მატჩებში, იმიტომ რომ სტუმრად მეტი გოლი გონ. ეხლა აღარ არის ეგ. ნებისმიერი ერთი ბურთის ხოვობით მარცხი დამატებითი დრო დაიწყება, თუ იქაც გოლები არ გავიდა, მაშინ უკვე თუ ვერ მოიგო რომელიმე გუნდმა, მაშინ პენალტების სერია. მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ის შეცდომები, რაც ტორპედოს ჰქონდა გუშინდელ შეხვედრაში, დაცვის განსაკუთრებით დაცვაში და ასევე იყო ძალიან ბევრი უამრავი შეცდომა იგივე შეტევაში გადასვლისას დაკარგული უპატიებელი ბურთები არანაკლები და კიდევ უფრო მეტი შეცდომები ჰქონდა სტუმრებსაც ეს შეცდომები კიდევ იქნება რა თქმა უნდა ერთ კვირაში იდეალურად ვერ გამოსწორდება რომ ყველაფერი კარგად იყოს მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ აი ჩვენი ლეგიონერები იგივე იონსენი ნორვეგიელი რომელმაც 2 გოლი გაიტანა ესეთი ლეგიონერი არ ყავთ მათ შეიძლება ითქვას და ასევე ფორმაცია ჩვენი გუნდისა ქუთაისის ტორპედო უკეთესად გამოიყურებოდა. ყველაზე კარგად სპორტში რა გასწავლის, ვთქვათ, აი ცხოვრებაში ამბობენ რომ შეცდომები კარგად გასწავლის და სპორტში თუ მუშაობს. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ცხოვრებაში როგორც არის შეცდომა, ვთქვათ ზოგი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ზოგი სხვის შეცდომებზე. ხა იმიტომაც ყავს ჩამოყვანილი ტორპედოს უცხოელი სპეციალისტი, რომ უცხოელზე როდესაც კეთდება ფსონი, რომ ის უფრო მეც წარმატებას მოუტანს ნაკრებს, როგორ ხა უნიჩერესი სპეციალისტები ყოფს აქ, თქვა, მაგრამ ნუ გათვლა გააკეთეს აგერ უცხოელ სპეციალისტზე და ვფიქრობ, რომ უცხოეთში ნამუშევარ ადამიანზე ყოფილ ფეხბურთელზე და გვაქვს აქვთ პირველ რიგში კლუბის ხელმძღვანელებს იმედი, რომ ის შეცდომები, რაც იქნა დაშვებული გუშინდელ მატჩში, ну თითქმის მინიმუმამდე მაინც უნდა იქნას დაყვანილი. აქ არის ისეთ შეცდომებზე საუბარი, ხა აქ საუბრის რომ მაგის არის, რომ აი შეუიარაღებელი თორე ანუ არა საფეხბურთო სპეციალისტის დაინახავს, რომ მეც რომ მივხვდები მოკლედ ეგეთი. ყველა მივხვდება, ხო, კი ბატონო, ბათუმში გადავიდეთ, სადაც ფიდეს მსოფლიო თასი მიმდინარეობს, ქართველი მოჭადრაკე ქალები ასპარეზობენ, ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამ თემაზე, დიდებული შვიდეულით დავიწყეთ ეთერი და გავაგრძელეთ იმ შვიდეულით, რომელიც ამ მოკლედ ტურნირში ასპარეზობენ, რა შედეგები გვაქვს, როგორი პროცესი? შედეგები შეიძლება ითქვას დადებითი შედეგებია, აი ყველა შვიდივე ჩვენი მოჭადრაკის შედეგებს გავაცნობ ამ სპენელს, მოკლედ გუშინ მეორე რაუნდის, როგორც ვთქვით, ეს არის ორი მეორე წრე და 32 ფინალი და ორი მოგება საჭირო ორ პარტიას თამაშობენ მეტოქეები ერთმანეთში და გამარჯვებული გადის უკვე შემდეგ წრეში. თუ თქვათ ფრე ერთ-ერთი დაფიქსირდა, მაშინ უკვე დღეს უნდა გაიმართოს დამატებითი პარტიები. მოკლედ ნანა ძაგნიძემ ჩვენი ნაკრების ლიდერმა დღესდღეობით უძლიერესმა ქართველმა მოჭადრაკემ კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა. რუსი დარია ჩაროჩკინა დაამარცხა, ორივე კლასიკური პარტია მოუგო 2-0 და
მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ასევე ბრწყინვალედ ითამაშა ლელა ჯავახიშვილმა, ჩვენი ნაკრების კიდევ ერთმა ლიდერმა, კიდევ ერთმა ტიტულოვანმა ქართველმა მოჭადრაკე ქალბატონმა, რომელმაც პირველ ტურში აზერბაიჯანელ ულვია ფატალიევასლია, მეორე ტურში კი სრულიად საკმარისი ყაიმი ითამაშა, შავი ფერის ფიგურებით დაუზავდა და საბოლოოდ ფულანახევრით ნახევარი ლელა ჯავახიშვილის მომდევნო ეტაპზეა. ანალოგიურ წარმატებას მიაღწია ჩვენი ნაკრების კიდევ ერთმა ლიდერმა, ბელა ხოტენაშვილმა, მანაც ფულანახევრით ნახევარი აჯობა ბულგარეთის ნაკრების წევრ ნურგილ სალიმოვას, ასეთივე ანგარიშით დასრულდა მერი არაბიძის და ისრაელის ნაკრების წევრ მარსელ ეფროიმსკის და დაპირისპირდა პირველ პარტიაში მეტოქეებმა მოკულები გაიყვეს, დაზავდნენ მეორეში კი არაბიძემ თეთრებით და მარცხალ მეტოქე მეორე მოცესვლაზე აიძულა დანებება და ასე ვთქვათ მერიც მომდევნო ეტაპზეა. თასის გათამაშების მონაწილე დანარჩენი სამი ქართველი კი სამწუხაროდ დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა, საუბარია ნინო ბაციაშვილზე, კესარია მგელაძეზე და ანასტასია ქირთაძეზე. მესამე ეტაპის ორთაბრძოლების კლასიკური პარტიები 12 და 13 ივლისს ხვალდაზე გაიმართება. ნანა ზაგნიძის მეტოქე ევროპის სამგზის ჩემპიონი რუსი, კიდევ ერთი რუსი მეტოქე ეყოლება ნანას, ვალენტინა გუნინას სახით, ასევე ძალიან გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკე, ლელა ჯავახიშვილის მეტოქეც რუსი თვითონსადი გახლავთ, პოლინა შუვალოვა. არაბიძის და ხოტენაშვილის მეტოქეები კი დღეს გაირკვევა. ტაიბრეიკებში გამოვიდებიან საუკეთესოები, მერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკსა, რუსი მოჭადრაკეა კოსტენიუკი, რომელიც ბოლო წლებია შვეიცარიის მოქალაქეა და სწორედ შვეიცარიას წარმოადგენს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ევროპის ექს-ჩემპიონი. ის ხდება ინდუელ რუთ რადმის 1-1 გახლავთ მათ შორის. გაიქრობა დღეს გადამწყვეტი პარტიები, ტაიბრეიკი გათამაშდება, დამატებითი პარტიები და მათ შორის გამარჯვებული სწორედ გაარკვევს მერი არაბიძის მეტოქეს. რაც შეეხება ბელა ხოტენაშვილს, მარია მუზიჩუკი, უკრაინელი ასევე ტიტულოვანი მოჭადრაკე, ამერიკელ ტალია ლანდიეროს ხდება, აქაც 1-1-ია და აი მათ შორის გამარჯვებული შეხვდება ბელა მუზიჩუკს. აი ესეთი სიტუაცია ამ წუთისთვის ბათუმის მსოფლიო ფიდეს მსოფლიო თასზე, სადაც იმედი გვაქვს, რომ მე ძალიან მეემედება, რომ ეს თასი ბათუმში დარჩება, გამარჯვებული ქართველი იქნება, სულ ერთია აბსოლუტურად რომელიმე მოიგოს ეს დიდი ტურნირი. კი ბატონო, რაგბიზეც გადავიდეთ. დღეს სამხანაგური შეხვედრა იმართება სამხრეთ აფრიკაში, რაგბიში. ჩვენები ჩიტას უპირისპირდებიან. ამ მატჩის შესახებაც ვისაუბროთ და კიდევ ერთი შეკითხვა მექნება გადაცემის ბოლოს, იმასაც დავსვავ. მოკლედ დღეს ჩვენი სარაგბო ეროვნული ნაკრები, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც უკვე 7 ივლისს გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში, ირლანდიასთან პირველი ზაფხულის პირველი ტესტ მატჩის შემდეგ ბიჭები გაემგზავრნენ სამხრეთ აფრიკაში, სადაც 19 ივლისს გვიწევს ივლისის ბოლო ტესტი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, რაგბიში მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა ეს ასე ვთქვათ, უფრო ასე ვიტყვი აღმატებული პოზიცია, ვიდრე ვთქვათ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონთან თამაში. რაგბიში მსოფლიო ჩემპიონი არის, ფაქტობრივად მართლაც მარტო უძლიერესი კი არა, ავტორიტეტი, ესე იგი, როგორც გახსოვს ჩვენ თქვით, რომ ირლანდიამ პატივი დააკლო და ჩამოვიდა თბილისშიო, ხო? ესეთი რაღაცეები რაგბიში, როდესაც ტიერ 1, ანუ ელიტური სარაგბო ქვეყნის ნაკრები ჩადის ქვედა, ანუ მეორე რანგის სარაგბო ქვეყნად მიჩნეულ ნაკრებთან სათამაშოდ, ეს უიშვიათესი შემთხვევაა. ირლანდია მოგვიგო, როგორც ვიცით, თბილისში მიხეილ მესხზე ფავორიტი იყო ირლანდია და მოსალოდნელიც იყო. აი სამხრეთ აფრიკა კიდე ფავორიტთა შორის ფავორიტია. რამდენად ოპტიმალური რა შემადგენლობითაც არ უნდა ითამაშოს. აგერ ირლანდიას 15 გაციაკლდა თბილისში ჩამოვიდა, ხო? ეხლა რაც არ უნდა შემადგენლობითაც არ უნდა ითამაშოს სამხრეთ აფრიკა ფავორიტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი თამაშები, ეს ამაზე ძალიან ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა ჩვენთვის, ჩვენი სარაგბო ნაკრებისთვის არის, არ ვიცი, აი ჰაერივით საჭირო. რათა ის აუცილებელი დეტალები, რაც ახასიათებს ელიტურ რაგბს, ხშირად მოხდეს მასთან შეხება, გადმოტანა და საერთოდ ეს რაგბში ჩაკეტილი სისტემა, როგორც ცნობილია,
მხოლოდ მსოფლიო თასზე შეიძლება შეხვდე დიდ სარაგბო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ასე ტესტ მატჩებში უფრო შედარებით სუსტ ნაკრებთან უწევთ თამაში დიერ-2-ის ქვეყნის წარმომადგენლებს და წლევანდელი ზაფხული უდაოდ გამორჩეულია ირლანდიასთან თამაში, ახლა სამხრეთ აფრიკასთან, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, დღეს სამხრეთ აფრიკის კლუბთან, ანუ ადგილობრივი ფრენჩაიზი ჩიტასი, ჩვენ თუ რას ნიშნავს ფრენჩაიზი, ვისაუბრეთ ერთ-ერთ გადაცემაში, წინა გადაცემაში, ანუ ფაქტობრივად ეს ფრენჩაიზი ჩვენს ყავს შავი ლომი, ხო? უბრალოდ ჩვეულებრივი გუნდი არ არის, რომელიც ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს, ან ვთქვათ, რაღაც ეს არის ფაქტობრივად საბაზო, ან ნაკრების საბაზო გუნდი, არა მარტო თქვათ შეიძლება იმ ქვეყნის ნაკრების მორაგბე თამაშობა, შეიძლება სხვა ქვეყნის ნაკრების წევრიც იყოს, მაგრამ მათ აქვთ უფლება მორაგბეებს, რომ ითამაშონ თქვათ სხვადასხვა კლუბებში, რომლებიც ჩემპიონატში გამოდიან. აი ეს ჩიტაზე არის ძალიან ცნობილი და ტიტულოვანი გუნდი, სამხრეთ აფრიკული, დღეს ამ გუნდთან შეხვდება, ამ გუნდთან უწევს შეხვედრა ჩვენს ნაკრებს, საღამოს 9 საათზე დაიწყება შეხვედრა. ეს არ არის ტესტ მატჩი, ანუ სანაკრებო რეიტინგში ქულების ხრივ არ დაგვეწერება არც მარცხი, არც გამარჯვება და ანუ მასში მონაწილე მორაგბეებსაც სანაკრებო კეპი არ მიენიჭებათ, ანუ ნაკრებში თამაში აქტივში არ ჩაითვლება, ხო, ეხლა აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ქვეყანაში, რამდენი ესეთი ტერმინი და კეპი აქვს მოხვეჭილი ნაკრებში, რამდენი შეხვედრა აქვს ჩატარებული ეროვნული ნაკრების მაისურით. ხო, რამდენიმე დებიუტანტს ვიხილავთ ჩვენს ნაკრებში, ჩიტასთან ბორჯგალოსნების კაპიტანი, რიგით 37 კაპიტანი, გვეყოლება თედო აბჟანდაძე დღევანდელ შეხვედრაში. ანუ ეს არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მატჩამდე გენერალური რეპეტიცია. კი ბატონო. და ბოლოს მოდი ერთ შეკითხვას დავსვავ. შენ ყველაზე უფრო მეტად გეცოდინება მასზე პასუხი. გერმანიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი გადავიდაო ამბობენ და დადასტურდა ეს ინფორმაცია ოფიციალურად. ოფიციალურად დადასტურდა, რამდენადაც ეს არის, ასე ვთქვათ, წუხანდელი ინფორმაცია, კი იყო საუბარი ლუკას გადასვლასთან დაკავშირებით იტალიური კრემონეზედან და ბოლო ინფორმაციით ლოჩოშვილი გერმანულ მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე ნიურნბერგის ბავარიული ტიტულოვანი და 9 გზის ჩემპიონია გერმანიის საჩემპიონო რაოდენობის ჩემპიონობის რაოდენობით ხოლო მიუნხენის ბაიერნი უსწრებს, ისიც 1987 წელს გადაასწრო ბაიერნმა ნიურნბერგს, მანამდე ნიურნბერგი ჩემპიონობის მხრივ ყველაზე ტიტულოვანი იყო გერმანიაში. მართალია, ახლა კრიზისი აქვს, რამდენიმე წელია, გუნდი მეორე ბუნდესლიგაშია. თუმცა ლოჩოშვილი გუნდის გასაძლიერებლად გადაიყვანეს, რა თქმა უნდა და იმედი აქვს, რომ ახალი სეზონიდან გუნდი უკვე უმაღლეს ლიგაში, ანუ პირველ ბუნდესლიგაში დასაწინაურებლად იბრძოლებს. პირველ ბუნდესლიგაში ყავს ფეხბურთელი ბუტუზი ვზივაძე, ჰაიდენჰაიმი შეინარჩუნა ამ გუნდმა ადგილი ბუნდესლიგაში და ძალიან მინდა რომ მომავალ წელს, ახლა სეზონის შემდეგი სეზონიდან, ანუ ამის შემდეგ სეზონიდან ორი ქართველი ყოფდეს. ხო, 1.5 მილიონ ევროზეა საუბარი, სწორედ ამ თანხის ანაცვლოდ გამოისყიდის. ჯერ ბოლომდე ყველაფერი, როგორც გერმანული პიზაზებს, ყველაფერი დასრულებულია, შეთანხმებულია, მაგრამ ოფიციალურად წარდგენა, რასაც როგორც ხდება ჟურნალისტების წინაშე და ის როგორც აი ამ გუნდის ფეხბურთელი, ეს ჯერ არ მომხდარა. ხო, ასე რომ 3+1 სისტემით გააფორმებს ლოჩოშვილი ნიურნბერგთან კონტრაქტს, ანუ 3 წლის 3 სეზონის შემდეგ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე თუ ენდომება როგორც ფეხბურთელს ისე კლუბს, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელდება კონტრაქტი. კარგი, შენ სპორტზე საუბარი ისე გიყვარს, არ დაიღლებით 11 საათამდეც კი დავასვენოთ ჩვენი სვენელი ცოტა ხნით და ვუთხრათ მათ, რომ ტრადიციულად დღეს 11 საათიანი, 2 საათიანი და 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ შენ კვლავ მოგეცემა შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, მე კი ამ ფორმატში დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირას ისევ დაგემგზავრებით. მადლობა ყურადღებისთვის.